მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან საინტერესო და აქტუალურია ნამდვილად საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბევრი იწერება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და ინტერესი შესაბამისად ძალიან დიდია, მაინც ხშირ შემთხვევაში გვიჭირს ხოლმე გააზრება იმისი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ზოგადად კვება ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ორგანიზმისთვის. და დიეტა, როგორც ესეთი რო ავიღოთ, ანუ სწორი, ბალანსირებული, რაციონალური კვება, რა თქმა უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების თანდები, მაგრამ ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია, როგორც აღნიშნეთ, ზაფხულის მოახლოებასთან მიმართებაში. და ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი რამოდენიმე კილოგრამზე, 2-3-4 კილოგრამზე, ანუ ისეთ კილოგრამებზე, რომლებიც არის 10-15, თვითნებურად მიმართავენ ხოლმე რაღაცა გარკვეულ კვებითი ქცევის ცვლილებებს, რამაც ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ზიანი მოუტანოს ჩვენს ორგანიზმს. ეს განსაკუთრებით ეხება პრინციპში მოზარდ, ესე ვთქვათ, ფენას, ანუ სოციუმს, ეგრეთ წოდებულ თინეიჯერებს, რომელთაც შეიძლება უფრო გამძაფრებულად კონდეთ, ესე ვთქვათ, სწრაფად მიაღწიონ იმ შედეგს, რა შედეგიც უნდათ. რის გამოც ხშირ შემთხვევაში გარკვეულ რადიკალურ გადაწყვეტილებებსაც კი მიმართავენ, ეს შეიძლება იყოს სრული შიმშილობა, ან გარკვეულ პროდუქტზე რაღაცა 5-7 და 10 დღის განმავლობაში ყოფნა, იმისათვის რომ სასურველი შედეგი მიიღონ. მოზარდობის პერიოდში ეს რა თქმა უნდა ყოველად დაუშვებელია და არ არის რეკომენდებული, იმიტომ რომ მოზარდობის პერიოდი თვითონ განსაზღვრავს ხო სიტყვა ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს ზრდა განვითარების პროცესები, ჩამოყალიბების პროცესი, მათ შორის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის, მათ შორის რა თქმა უნდა ჰორმონალური ესე ვთქვათ სისტემის, რაც თავის მხრივ განაპირობებს საბოლოო ჯამში უკვე ზრდასრულ ასაკში ჩვენ ჯანმრთელობას, ხო? ამიტომაც მოზარდობის პერიოდში მნიშვნელოვანი არის ჩვენ ორგანიზმს მივაწოდოთ ის საყუათო ნივთიერებები, რაც აუცილებელი არის ჩვენი ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის. ეს არის რა თქმა უნდა ცილები, ეს არის ცხიმები, ეს არის ნახშირწყლები, მიკრო-მაკროელემენტები, ვიტამინები და რა თქმა უნდა წყალი. ხშირ შემთხვევაში მაგალითად აი ესეთი რადიკალური გადაწყვეტილებების დროს გონიათ რომ სრულად უნდა გამორიცხონ მაგალითად ცხიმები, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ორგანიზმისათვის, იმიტომ რომ ცხიმის შემცველობით გამოირჩევა ძალიან ბევრი ჰორმონი ჩვენს ორგანიზმში, ანუ ცხიმისგან ხდება მათი წარმოქმნა. მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ჰორმონების გარდაქმნა ხდება ცხიმოვან ქსოვილში, როგორიც არის მაგალითად სასქესო ჰორმონები. ესტროგენები მამაკაცებისთვის, ანდროგენები და ასე შემდეგ. გარდა ამისა არსებობს უამრავი ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ორგანიზმისთვის, ხო? მაგალითად ეს არის D ვიტამინი. თუ ცხიმი არ არის ჩვენს ორგანიზმში, შესაბამისად D ვიტამინის შეწოვა აქტუალურად ვერ ხდება. იგივე შეიძლება იყოს E ვიტამინი, რომელიც ასევე განაპირობებს ჩვენ ნორმალურ ცხოველმყოფელობას და მოზარდობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი A ვიტამინი, რომელიც ჩვენი ჩონჩხის და კუნთოვანი მასის გაზრდას უწყობს ხელს. შესაბამისად, თუ ჩვენ სრულად გადავწყვიტავთ, რომ ამოვიღოთ ცხიმი ჩვენი საკვებიდან, აი ეს პროცესები არის ხოლმე დარღვეული. ასევე იგივე შეიძლება ითქვას მაგალითად ნახშირწყლებზე, ხო, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ენერგიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი წყაროა. აქედან გამომდინარე, მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოზარდობის პერიოდზე, ნახშირწყლების სრულად ამოღება უკვე ნიშნავს იმას, რომ იქნება უენერგიო იქნება დაღლილობა, მოთენთილობა, ძილიანობისკენ მიდრეკილება, რაც თავის მხრივ როგორც კუნთოვანი ქსოვილის ზრდა განვითარებაზე იმოქმედებს, ასევე იმოქმედებს, რა თქმა უნდა, გონებრივ განვითარებაზე. იმიტომ რომ ნახშირწყლები და კონკრეტულად გლუკოზა ამ შემთხვევაში ერთადერთი სუბსტანცია არის, ანუ ერთადერთი ნივთიერება, რომლითაც იკვებება ტვინი. და შესაბამისად ჩვენ თუ მისი დეფიციტი განვავითარეთ ორგანიზმში, აქედან გამომდინარე ჩვენი ტვინის უჯრედებიც არ იქნება ისეთი აქტიური და შესაბამისად წაკითხული მასალის დამახსოვრება, გააზრება, მისი გადამუშავება ლოგიკური იქნება ეს თუ ასე შემდეგ, იქნება ძალიან რთული. აქედან გამომდინარე მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, თვითნებური გადაწყვეტილებები მოზარდობის პერიოდში, რა თქმა უნდა, იწვევს ზრდა განვითარების ჩამორჩენას. ხოლო რაც შეეხება უკვე ზრდასრულ ადამიანებს, სადაც ასევე არ არის რეკომენდებული
განვითარებული ესე ვთქვათ, ესეთი მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება კვებითი ქცევის დროს, შესაძლებელია უკვე იყოს რაღაცა ტიპის პროცესები მიმდინარე ორგანიზმში, რომელიც გამოკვლეული არ აქვს პაციენტს და ესეთმა გადაწყვეტილებამ, ანუ მკვეთრად შეზღუდვამ რომელიმე საკვები კომპონენტის, რომელიც გამოიწვევს მათ შორის ვიტამინების და მინერალების დეფიციტს ჩვენს ორგანიზმში გამოიწვიოს და მაპროვოცირებელი ფაქტორი, ანუ ტრიგერი გახდეს სხვადასხვა დაავადებების განვითარების. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვიღებთ ზოგადად გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ კვებაში რაღაცა გარკვეული ცვლილებები უნდა შევიტანოთ, ანუ ჩვენი კვებითი ქცევა უნდა შეიცვალოს, ეს იქნება კვების დაწყებისკენ თუ კვების უარყოფისკენ, ესე ვთქვათ, მიმართულება, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია ჩვენ გარკვეული დიაგნოსტირება, მინიმალური რუტინული კვლევები ჩავიტაროთ, იმისათვის რომ უბრალოდ ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, ვიცნობდეთ ჩვენს ორგანიზმს და შესაბამისად მასთან ერთად გადაწყვეტილება მივიღოთ, თუ რა ტიპის, ესე ვთქვათ, კვებითი ქცევა უნდა ავარჩიოთ, იმისათვის რომ თან ვიყოთ როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად ლამაზები. დიეტა ხშირ შემთხვევაში რაღაცნაირად ასოცირდება მხოლოდ იმასთან, რომ ვთქვათ, პური ამოვიღოთ ჩვენი საკვებიდან, ან ვიყოთ სრულ შემშლზე, ან ვიყოთ მარტო რაღაცა არსებობს სხვადასხვა ტიპის კოქტეილები, მაწვნით რძით, რაღაცა თაფლით, შოკოლადით თუ ასე შემდეგ. არა, დიეტა ეს არის სწორი, ბალანსირებული, რაციონალური კვება. დანარჩენი ყველაფერი, რაც კი შეიძლება ესე კვებას ცვლიდეს, ეს არის უბრალოდ კვებითი ქცევის ცვლილება. იმიტომ რომ დიეტა არის სამკურნალო ეფექტის კვება ჩვენს ორგანიზმზე, იმიტომ რომ დიეტა არსებობს სხვადასხვა ტიპის მაგიდების მიხედვითაც კი არის დალაგებული მაგიდა ნომერი 1, 2, 3, 4 და ასე შემდეგ. რაც თავის მხრივ თითოეულ მაგიდაში გულისხმობს კონკრეტული დაავადებების მიმართ, ესე ვთქვათ, კვებითი ქცევის ცვლილებას, ანუ კონკრეტულ დაავადებებზე რა ტიპის კვება უნდა მივაწოდოთ ჩვენ ორგანიზმს, იმისათვის რომ ჩვენ მივიღოთ საკვებისგან დადებითი ეფექტი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საკვებისგან ჩვენ უნდა მივიღოთ ყოველთვის დადებითი და არა უარყოფითი, ანუ კვება არ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებისთვის, კვება უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ვინაიდან კვებითი ქცევის ცვლილებების დროს შესაძლებელი არის დაახლოებით 180-მდე დაავადების პროვოცირება და მისი ცვლილებით შესაძლებელია დაახლოებით 162 დაავადების განკურნება, რაც დამეთანხმებით ალბათ საკმაოდ მაღალი ციფრებია, ხო? შესაბამისად მაშინ, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გარკვეული კვებითი ქცევის ცვლილება, ხომ ყველა კვებით ქცევას არ შეიძლება დავარქვათ დიეტა. დიეტა ეს არის კონკრეტული მიმართულება ნუტრიციოლოგიაში, რომელსაც სამკურნალო ეფექტები გააჩნია ჩვენ ორგანიზმზე. მაგრამ ჩვენ თუ კვებით ქცევაში განვიხილავთ ეგრეთ წოდებულ მონოდიეტებს, ანუ მოკლევადიან დიეტებში, რაც იგულისხმება და აბსოლუტურად მართალი ხართ, რომ ძალიან ხშირად გვხვდება ჩვენ სოციალურ ქსელში 3 დღეში 7 კილო, 10 დღეში 18 და ასე შემდეგ, ბოლო პერიოდში ჩემი ესე ვთქვათ ფოტოსურათის ქვეშაც გავრცელდა მსგავსი ესე ვთქვათ სათაურები, რისი მომხრეც მე არ ვარ, მაგრამ ჩვენ თუ ვსაუბრობთ ისეთ მონოდიეტებზე, რომელიც თან გამოჯანსაღებელი, ანუ ეგრეთ წოდებული განტვირთვის დღეებად გამოვიყენებთ ჩვენი ორგანიზმისთვის, რა თქმა უნდა ეს დასაშვები არის. ეს დასაშვებია მაგალითად მაშინ, როდესაც ჩვენ მივსდებთ ცხოვრების ნორმალურ წესს, რომელშიც თავის მხრივ იგულისხმება, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვება და ჯანსაღი კვების პირობებში, მაშინ, როდესაც გადატვირთული არ არის ჩვენი ორგანიზმი და არ არის მიჩვეული დიდი ოდენობით საკვების მიღებას, ჩვენ შეგვიძლია რაღაცა გარკვეული პერიოდებით, ეს შეიძლება იყოს თვეში 2 ჯერ, შეიძლება იყოს თვეში 1 ხელ, მივცეთ ჩვენს ორგანიზმს ეგრეთ წოდებული განტვირთვის უფლება, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ თუნდაც იყოს 24 საათიანი შიმშილი და მხოლოდ წყალზე ყოფნა. ეს ჩვენი ორგანიზმისთვის იქედან გამომდინარე, რომ მთელი თვის განმავლობაში მიჩვეული არის სწორ ბალანსირებულ კვებას, დიდი სტრესი არ იქნება, მაგრამ ჩვენ თუ ესე ვთქვათ არ ვიცავთ აი ამ წესებს და ჩვენი ორგანიზმი მიჩვეული არის
დიდი ოდენობით საკვების მიღებას, აი ესე უცებ ხვალ გადაწყვეტილების მიღება, რომ მე უნდა ვიშიმშილო, რა თქმა უნდა ეს ორგანიზმისთვის არის ძალიან დიდი სტრესი და აქ პინზე, სასწორზე უნდა დაიდოს ორი რამ. რა არის ჩვენთვის ესე ვთქვათ, აი ის კვება, რომლითაც აქამდე ესე ვთქვათ ვარსებობდით, უფრო საფრთხის მომცველი თუ შიმშილობის გამოცხადება უცებ ხვალ. რა თქმა უნდა, შიმშილობის გამოცხადება ესეთი რადიკალურად, ბევრად უფრო დიდი სტრესი არის ორგანიზმისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ამ დროს, როდესაც ჩვენ მიჩვეული ვართ დიდი ოდენობით საკვების მიღებას, ნელ-ნელა შევამციროთ ულუფები და რაღაც გარკვეული ეტაპი გავიაროთ, ვთქვათ, განტვირთვის დღემდე ან მონოდიეტამდე ეგრეთ წოდებულზე, ხო? მონოდიეტები შეიძლება იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა, 3 დღის განმავლობაში, 5 დღის განმავლობაში. მთელი თვის მანძილზე, რაც თავისუფლად გულისხმობს არა ამ შემთხვევაში შიმშილობას, ანუ მხოლოდ წყალზე 24 საათიანს რაზეც ვსაუბრობდით, არამედ შეიძლება იყოს რამოდენიმე პროდუქტი არჩეული, მაგალითად რძის პროდუქტები, ხორცი და ბოსტნეული და მთელი დღის განმავლობაში ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ ამ პროდუქტებზე 3-5 დღის განმავლობაში. თან ჩვენ ამით ვაკეთებთ რას? ანუ შემწვარს, რაღაცა ტკბილს, სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმს ვიღებთ ჩვენი რაციონიდან, ანუ მავნე ნივთიერებებს არ ვაწვდით ორგანიზმს, მაგრამ თან სტრესსაც არ განვიცდით, ანუ არ ვაშიმშილებთ და ვაწვდით იმ მნიშვნელოვან ნივთიერებებს, ანუ ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მიკრო-მაკროელემენტებს და ვიტამინებს, რომელიც აუცილებელი არის ჩვენი ორგანიზმისთვის. ანუ ეს არის ხორცი, ეს არის ბოსტნეული და ეს არის რძის ნაწარმი, რომელთა ესე ვთქვათ შემადგენლობაშიც აგრევე შედის გარდა მინერალების, ვიტამინებისა და სხვა მაკრონუტრიენტების, რომელიც დავასახელეთ, ისეთი ნივთიერებებიც, რომლებსაც გააჩნიათ ანტიოქსიდანტური თვისება. ანუ რაც თავისუფლად გულისხმობს იმას, რომ უჯრედებს იცავს მავნე ზემოქმედებისაგან და ორგანიზმიდან გამოყავს ის ტოქსინები და შლაკები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო დაგროვილი. რა თქმა უნდა, მსგავსი ქცევის განხორციელება უკვე ჩვენი ორგანიზმისთვის დადებითი მომტანი არის. ანუ არ ვანიჭებთ სტრესს ჩვენს ორგანიზმს, ვაძლევთ ყველა დადებით ნივთიერებას და ხელს უწყობთ მავნე ნივთიერებების გამოდევნა ჩვენი ორგანიზმიდან. ანუ ეს კომპონენტები უკვე უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ორგანიზმი წავიყვანოთ გაჯანსაღებისაკენ. ცოტათი ისეთი საჩუთი საკითხი არის, როდესაც განსაკუთრებით მარხვის პერიოდს ვეხებით. იმიტომ რომ რეალურად ჩვენი ყველა სადღესასწაულო, ესე ვთქვათ, სუფრებს წინ უძღვის მარხვა, ხო? ეს არის შობის მარხვა, ეს არის აღდგომის ბრწყინვალე მარხვა, დიდი მარხვა, ეს არის მარიამობა და ასე შემდეგ. და აქ ძირითადად ვეხებით ხოლმე ორ ნაწილს. ანუ ყოველთვის მაშინ როცა მარხვა იწყება, მაგალითად ადამიანებს აქვთ ხოლმე კითხვა, როგორ შეიძლება მარხვა და სწორი კვება ერთმანეთს შეუთავსოთ. რა თქმა უნდა, ეს დასაშვები არის და ეს შესაძლებელი არის და მარხვა ერთგვარად გარკვეულწილად ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ისევე როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური მდგომარეობისათვის შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის ერთგვარი განტვირთვა. და რატომ? იმიტომ რომ მარხვის ესე ვთქვათ პერიოდში აკრძალულია და არ შეიძლება მაგალითად ისეთი ხო ნოყიერი ვთქვათ საკვები შემწვარი მაგალითად ხორცი პროდუქტები ხო საკონდიტრო ნაწარმი შოკოლადი და ასე შემდეგ ფუნთუშეულობა და ასე შემდეგ ხო მაგრამ დღესდღეობით ეს ყველაფერი სამწუხაროდ შეცვლილი არის იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სამარხო სხვადასხვა ტიპის ესე ვთქვათ შოკოლადები იქნება ეს თუ საკონდიტრო ნამცხვარი არის და ასე შემდეგ რაც ერთგვარად მარხვას ცოტათი აუფასურებს, ანუ მარხვის არს ამ შემთხვევაში, რაც თავის მხრივ უკვე მოქმედებს ჩვენ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. იმიტომ რომ აი ეს სამარხო პროდუქტები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება მარხვაში, ეს იქნება მაიონეზის სახით, კარაქის სახით თუ შოკოლადის სახით, ყველაფერი არის ხელოვნურად მიღებული, რაც 1-2-რად აზიანებს ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობას და ჩვენი ორგანიზმის ორგანოთა სისტემებს, ხო? ამიტომაც ჩვენ მარხვის დროს ამ დროს ნახეთ რა ვშვებით
კი არ ვზრუნავთ ჩვენი სულიერების და ფიზიკური ჯანმრთელობაზე, პირიქით ორივე მათგანს ვაზიანებთ, იმიტომ რომ არ შეიძლება სულიერი ჯანმრთელობა ფიზიკური ჯანმრთელობის გარეშე ან პირიქით. ეს ორივე ერთმანეთთან ძალიან სინერგისტული მდგომარეობაა, იმიტომ რომ არ შეიძლება მე ვიყო ცუდად და სულიერად მხნეთ ან პირიქით, ხო? შესაბამისად, მაშინ როდესაც ვიმძიმებ მე თავს აი ამ სხვადასხვა ტიპის ესე ვთქვათ ნაერთებით, რომელიც შედის აი ამ სამარხო პროდუქტებში, ეს ჩემ ემოციურ განწყობაზეც, სულიერებაზეც მოქმედებს და მაშინ სად არის მარხვა, მაშინ სად არის ჩვენი ნებისყოფა, ხომ? აქედან გამომდინარე, აი ამ კუთხით თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ეს ზიანის მომტანი არის, მაგრამ თუ შევხედავთ მარხვას რეალური კუთხით, რომელიც რეალურად უნდა არსებობდეს და სწორედ იმ სიამოვნებაზე უარის თქმას ნიშნავს, რა სიამოვნებასაც ჩვენ ვღებულობთ ამ შემთხვევაში საკვების სახით. და პირიქით, აი ამ დროს ჩვენ ნებისყოფას უფრო მეტად ვამტკიცებთ, ჩვენი სულიერება იზრდება, დამოკიდებულებები სხვადასხვა საგნების მიმართ იცვლება, ხო, მარხვის პერიოდში და მათ შორის საკვების მიმართ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ჯანმრთელობაზე პირიქით დადებითად მოქმედებს. მაგრამ ჩვენ რო ვისაუბროთ ახლა იმ პირებზე, ვინც სრულად იცავენ აი ამ მარხვის პრინციპებს და შემდგომში უკვე უნდა დაიწყონ ნორმალური კვება, სადაც ჩართული იქნება ხორცის პროდუქტებიც, რძის პროდუქტებიც და ასე შემდეგ. ამ დროს ორგანიზმს იმდენად გამომუშავებული აქვს ეს ნებისყოფა, რომ რაღაცნაირად ძლიერი სწრაფვა ეგრევე სადღესასწაულო სუფრასთან არ ხდება და მოზომილად და ზომიერად ხდება სხვადასხვა პროდუქტების ჩართულობა, ხო? აი ჩვენ რო დავაკვირდეთ მაგალითად თუნდაც სადღესასწაულო სუფრებს, ახალი ანუ შობის მარხვა იქნება ეს თუ იქნება ესე ვთქვათ სააღდგომო მარხვა, აქაც ისე ატრიბუტიკა რაც არის აი ამ სადღესასწაულო, ისე შემოდის სადღესასწაულო სუფრაში, რომ ჩვენ ზიანი არ მივაყენოთ მაგალითად ჩვენს ორგანიზმს. ხო, ეს რა არის? ძირითადად აღდგომაზე ეს გახლავთ წითელი კვერცხი, ხო? ანუ მოხარშული კვერცხი, რომელიც მარტივად გადასამუშავებელი არის ჩვენი ორგანიზმისთვის და შესაბამისად ეს მარხვის შემდგომ პერიოდში, მაშინ როდესაც ვიწყებთ ჩვენ უკვე სრულფასოვან კვებას, ზიანს არ აყენებს ჩვენს ორგანიზმს და არც ჩვენ კუჭნაწლავის ტრაქტს. ეს არის რა ვთქვათ, ხაჭოსგან მომზადებული პასკა, ხო, რომელიც ასევე არ არის დატვირთული. ეს არის ესე ვთქვათ, გაზაფხულის ბუკეტი შეიძლება ითქვას ჩაქაფული, ხო, რომელიც ასევე ატრიბუტიკა არის ჩვენი სააღდგომო სუფრის, სადაც არის მხოლოდ და მხოლოდ მწვანილი, ხო, ახლად შემოსული უკვე ჩვენს ესე ვთქვათ გარემოში და ხორცი მოხარშული, რომელიც ასევე მარტივად გადასამუშავებელი არის ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ეს ატრიბუტიკა არ ყოფნის ხოლმე ხშირ შემთხვევაში დღესასწაულებზე და იქ ვამატებთ სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ესე ვთქვათ პროდუქტებს, რომელიც უკვე მარხვის შემდგომი პერიოდისთვის საკმაოდ ზიანის მომტანი არის ჩვენი ორგანიზმისთვის და განსაკუთრებით ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტისთვის, იმიტომ რომ მიკროფლორა, ანუ ის ბაქტერიები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენთვის დადებითი ბაქტერიები ნაწლავებში, მზად არ არიან ესეთი მძიმე პროდუქტების გადასამუშავებლად და ამ დროს იქ იწყება უკვე ძალიან დიდი დისკომფორტი, შებერილობა, მუცლის არეში, გარკვეული გულძმარვის მომენტები და ასე შემდეგ. და დღესდღეობით მაგალითად მიმდინარეობს უამრავი კვლევა იმაზე, რომ სწორედ ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტს, ანუ და მასში არსებულ მიკროფლორას, ანუ მიკრობიოტას, იმ ბაქტერიებს, რომლებიც ცხოვრობენ, უდიდესი ზეგავლენა აქვს ჩვენ ტვინზე და ფსიქოემოციურ სტატუსზე და საერთოდაც თუ ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ სეროტონინი, ანუ ბედნიერების ჰორმონი გამომუშავდებოდა ტვინში, აღმოჩნდა, რომ თურმე ბედნიერების ჰორმონის 100%-დან, რომელიც ჩვენ გვაქვს ორგანიზმში, მხოლოდ და მხოლოდ 5% გამომუშავდება თავის ტვინში და 95% გამომუშავდება ნაწლავურ მიკროფლორაში. შესაბამისად, გამონათქვამი, ხო, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, ხო, ისეთი გამონათქვამები არასდროს არ არის ზედაპირული და ყოველთვის უფრო ღრმა არის გამონათქვამი ის, რომ
კაცის ამ შემთხვევაში ადამიანის ესე ვთქვათ გუნება, განწყობა და ხასიათი კუჭზე გადისო ეს არც თუ ისე ესე ვთქვათ აზრს მოკლებული ყოფილა და სინამდვილეში ნამდვილად ესეა რომ ჩვენი ბედნიერება ესე ვთქვათ ჩვენ კუჭნაწლავის ტრაქტში გამომუშავდება. ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ეს მიკროფლორა იყოს ყოველთვის მოწესრიგებული და არ იყოს დატვირთული აი ამ ზედმეტის საკვებით იმისათვის რომ სეროტონინის ანუ ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებაც იყოს ადეკვატური და ჩვენც ვიყოთ მუდმივად კარგ ხასიათზე ხო და ჩვენ თუ დავაკვირდებით მაგალითად მხოლოდ და მხოლოდ ჭამის პროცესში შეიძლება ვიყოთ კარგ ხასიათზე მაშინ როდესაც ის 5% სეროტონინი ანუ ბედნიერების ჰორმონი გამომუშავდება მაგრამ ძალიან ბევრი საკვების მირთმევის შემდგომ ჩვენ უკვე განვიცდით გარკვეულ დისკომფორტს ხასიათი გვეფუჭდება უფრო მეტად ზილიანობისკენ მივდივართ მოთენთილობა ენერგიულობა და ასე შემდეგ ანუ ჩვენ ვაკარგვინებთ ფუნქციას ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტს იმისათვის რომ ბაქტერიებმა გამოიმუშაოს სეროტონინი ჩვენ ვაძლევთ ძალიან ბევრ საკვებს რომ პირიქით იმაზე დახარჯოს მთელი ენერგია აქედან გამომდინარე მარხვის შემდგომ არ ღირს და არ არის რეკომენდებული რომ სწრაფადვე მოხდეს ესე ვთქვათ იმ საკვების მიღება რომლის საკვებიც ჩვენ სუფრაზე არის ყოველთვის უნდა ვეცადოთ რომ იყოს მსუბუქი დასაწყისი ანუ ძირითადად მოხარშული ხორცი რძის ნაწარმი ხილი ბოსტნეული იმისათვის რომ დატვირთვა არ იყოს ჩვენ კუჭნაწლავის ტრაქტზე მაგრამ თუ ვსაუბრობთ ისეთ ადამიანებზე ვინც არ იცავს მარხვას რა თქმა უნდა მათთვის ეს ბევრად უფრო მარტივი გადასატანი არის რეალურად იმიტომ რომ ისედაც მიჩვეული არის ორგანიზმი აი ამ დატვირთვას თქვათ საკვების და შესაბამისად მიკროფლორაც მეტნაკლებად ადაპტირებული არის ამ საკითხზე აქედან გამომდინარე მარხვის შემდგომ და მარხვაში ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენ აუცილებლად ზომიერება და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ნებისმიერი ქცევა რასაც ვაკეთებთ ეს არ უნდა იყოს ზედაპირული და მხოლოდ სხვებისთვის რასაც ჩვენ ვაკეთებთ ზოგადად ნებისმიერი ქცევა უნდა გათვლილი იყოს აუცილებლად ჩვენთვის მესთვის და შემდგომში ეს მე უნდა გამოვიყენოთ სხვებისთვის შესაბამისად მე თუ ვიცავ მარხვას მე უნდა დავიცვა ის სრულყოფილად იმიტომ რომ მე ვიყო სულიერად მტკიცე და არა იმიტომ რომ სხვებმა დაინახოს რომ მე მარხვაზე ვარ იგივე შეიძლება ითქვას ასევე სწორი კვების დროსაც ხო დიეტის დროსაც ანუ დიეტა ჩვენ დაბალკალორიულ დიეტას გულისხმობ ამ შემთხვევაში მაშინ როდესაც ადამიანებს კლება უნდათ ნახეთ მე წონაში კი არ უნდა დავიკლო იმისთვის რომ სხვას მოვეწონო ან სხვას უნდა ეს მე წონაში უნდა დავიკლო ჩემთვის იმიტომ რომ მე ვიყო ჯანმრთელი და არა მხოლოდ ვიზუალურად არამედ შიგნით ფიზიოლოგიურადაც ერთი ცალი კვერცხიც იქიდან გამომდინარე რომ ზოგადად ალერგიული ვარ კვერცხის მიმართ აუტანლობა მაქვს შესაბამისად ერთი ცალი კვერცხიც კი ჩემზე უარყოფითად მოქმედებს ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის მითი და არ შეესაბამება რეალობას ამიტომ ნებისმიერი პროდუქტის მირთმევის დროს ჩვენ უნდა დავიცვათ ხოლმე ზომიერება და არ შეიძლება ვთქვათ თუნდაც ის გვეგონოს უვნებელი მაგალითად წყალი ხო წყალი ერთი შეხედვით უნებელი პროდუქტი დიდი ოდენობით მისი მიღებაც ჩვენი ორგანიზმისთვის შეიძლება იყოს ძალიან დიდი ზიანის მომტანი. ამიტომ ზომიერებას ნებისმიერ ესე ვთქვათ კვებაში, დიეტაში, ქცევაში თუ ასე შემდეგ მათ შორის ძილშიც აქვს ძალიან დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა. ზოგადად ჩვენს ორგანიზმზე უნდა შევთანხმდეთ ამაზე, რომ უნდა ვიზრუნოთ წელიწადის ნებისმიერ სეზონზე. ხო, ეს იქნება ზაფხული, გაზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ზამთარში ისედაც ფიზიოლოგიურად ეს ჩვეულებრივი პროცესი არის, იმიტომ რომ ორგანიზმს გააჩნია თვითონ კომპენსაციის და თავდაცვის მექანიზმები, სიცივესთან რო იყოს ადაპტირებული, სადღაც 3-დან 5 კილოგრამამდე ადამიანი ისედაც იმატებს და ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მომენტი არის. თუმცა გაზაფხულის დადგომასთან ერთად ეს 3-5 კილოგრამი ნელ-ნელა თავისით გადის. თუ ჩვენ ვიცავთ იმ წესებს, რომელიც არის კვებითი ქცევის ნორმალური წესები, ხო? ანუ ჯანსაღი კვების წესები. მაგრამ ჩვენ თუ არ ვიცავთ ამ წესებს და ზამთრის პერიოდში ესე ვთქვათ, მივირთმევთ უფრო დიდი ოდენობით ნახშირ წყლებს, ხო, იმიტომ რომ გარკვეულწილად ეს დეპრესიული ფონის მართვაც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ნახშირ წყლების დიდი ოდენობით
რაოდენობით მიღების და ვკრებთ გარკვეულ კილოგრამებს, გაზაფხულის დადგომასთან ერთად ნელ-ნელა უნდა მოხდეს აი ამ კილოგრამების მოცილება და თქვათ მაისში უცებ არ უნდა გაგვახსენდეს, რომ ივნისში ზღვაზე უნდა წავიდეთ და ესე ვთქვათ ჩვენი ფორმები გამოვაჩინოთ. ამიტომ უკვე სადღაც თებერვლიდან, მარტიდან გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ. გარკვეულ ზომებში იგულისხმება პირველ რიგში რა ზამთარში ვერ ვღებულობთ ისეთი ოდენობით წყალს კლიმატიდან, ხო, გარემოდან გამომდინარე, რა რაოდენობაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. ამიტომ პირველ რიგში უნდა გავზარდოთ წყლის ოდენობა გაზაფხულზე იმისათვის, რომ გამომშრალი კანის და დეჰიდრატირებული ორგანიზმის შევსება მოხდეს წყლით, რომ ნივთიერებათა ცვლა უფრო სწრაფად მოხდეს, მეტაბოლიზმი ესე ვთქვათ გაუმჯობესდეს და შესაბამისად ჩვენმა ორგანიზმმა ცხიმოვანი ქსოვილი გამოიყენოს როგორც ენერგიის წყარო. ამასთან ნელ-ნელა უნდა მოხდეს ესე ვთქვათ ცომეულის შეზღუდვა და ტკბილეულის შეზღუდვა და უფრო მეტად დავტკბეთ გაზაფხულის ელემენტებით, ხო, გარემო გვთავაზობს და ბუნება ამ ელემენტებს შეიძლება იყოს ბუნების გაღვიძება, ხო, რაღაცა მცენარეების გაღვიძება, ჭიკ-ჭიკი, მზის მეტი მცხუნვარება და ოდენობა ჩვენ სამყაროში, რაც ენერგიას და ფსიქოემოციურ სტატუსზე დადებითად მოქმედებს. ამიტომ გადართულები უნდა ვიყოთ ამ კუთხით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ფიზიკური აქტივობა მეტად უნდა იყოს გაზრდილი, ხო, გაზაფხული გვაძლევს მაგალითად ზამთრისგან განსხვავებით საღამოობით გარკვეულ ფიზიკური აქტივობას მოვახდინოთ, ხო, გავისეირნოთ ფეხით 9 საათი 40 წუთი თუნდაც, რაც თავის მხრივ ასევე გვეხმარება ხოლმე მეტაბოლიზმზე. აქედან გამომდინარე, თუ აი ამ პროცესებს ჩავთავთ, ჩვენ ნელ-ნელა გადავალთ და მივალთ, ესე ვთქვათ, იმ კონკრეტულ შედეგამდე, რა კონკრეტული შედეგით ჩვენ გვინდა. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ კვება დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა იყოს ჯერადი, იმისათვის, რომ ესეც სტრესი არ იყოს ჩვენი ორგანიზმისთვის. და როგორც აღვნიშნეთ, ფიზიკური აქტივობას და წყალს უნდა ეჭიროს ძალიან დიდი ადგილი ჩვენ აი ამ ცვლილებაში. იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ შედეგს ჯანმრთელად და ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ორგანიზმს. თუ ჩვენ ტვინს ვასწავლით და ვეტყვით იმას, რომ ჩვენ აი ამ ქცევით ვზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე და ჩვენს ორგანიზმზე. მისთვისაც ბევრად უფრო მარტივი იქნება გარკვეული ეტაპების გადალახვა, იმიტომ რომ ტვინისთვის ზოგადად და ადამიანისთვის ყოველთვის პრიორიტეტი არის ჯანმრთელობა და ჩვენ თუ ამას გავიაზრებთ, რომ ამას მე ვაკეთებ ჯანმრთელობისთვის, ჩემთვის და არა ვინმესთვის, ხო, ან სხვა რაღაცისთვის, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, რაღაცების შეზღუდვაც ჩვენ თავში ბევრად უფრო მარტივად გამოგვივა ხოლმე.